დავიწყოთ ჩვენ ბატონო გრიგოლ თქვენით ჩვენი ანუ სტალინის ეკონომიკა როგორ დაახასიათებთ მას და რა მიმართულებებს გამოყოფთ მასში? ბატონო ხა ჯერ ეკონომისტებს ვალაპარაკობ და მე საერთოდ ყმედობის დარგში მომეცი მე ამ ისტორიული კარგი, მაშინ ბატონ დავითი დავითისგან დავიწყოთ და დავითისგან დავიწყოთ. დავით. შეიძლება რომ შესავალი გავაკეთო? რაც გინდა. 9 მარტზე? რა თქმა უნდა გააკეთო. მოხდა ბატონი გრიგოლის დიდი პატივისცემით მინდა ჩემი აზრი გამოვთქვა. კი ბატონო. წინა გადაცემების შემდეგ 1-2 ახალგაზრდა დამელაპარაკა და მკითხა სტალინთან დაკავშირებით შემოსაზრებებზე თან გძნობდი რომ რო არ მოსწონთ ეს სტალინი რო არ ციციან ვინ იყო და რომ მეკითხებიან აბა თქვენ რას ფიქრობთო რა და მე მინდა რომ მათ გავცე პასუხი და თან კიდევ ბევრს გავაკონო ის რაც შეიძლება ბევრმა არ იცოდეს სტალინის გარდაცვალების შემდეგ ხრუშოვის და სუსლოვის ხელით გადაწყვეტილი იყო საქართველოს ძალიან დაბლა ჩამოწევა და დაცემა ეს იყო გადაწყვეტილება მაგრამ ყველასთვის ახლა ცნობილია რომ ეს მოხდა და გამომზეურდა 1954 წლის მარტში და ის სასაკლაო რომელიც მოაწყეს მაშინ საბჭოთა სამხედროებმა ტექნიკით ეს თბილისში მოხდა და ერთ-ერთი ხელმძღვანელი ერთ-ერთი საპატიო ადამიანი დღეს ვინც საქართველოში ცოცხლობს და კარგად არის და ვინც იქ მონაწილეობდა გახლავთ ბატონი გრიგოლ ონიანი და წარმოდგენა იმისა რომ თქვათ ვიღაცა შეტრფის რომელიმე იმპერიას არასწორი მგონია იმიტომ რომ მაშინ ის ადამიანები 9 მარტს საქართველოს იცავდნენ იმიტომ რომ მათ ეს გრძნობა ქვეცნობიერი გრძნობა უკვე ჰქონდათ რომ არა მარტო სტალინის წინააღმდეგ იყო მიმართული ის ცნობილი მე-20 ყრილობა და ყველაფერი არამედ საქართველოს განადგურება იყო გადაწყვეტილი და ამის წინაპირობა იყო ერთი ფაქტი რომელიც მინდა რომ ვახსენო რომელიც შეიძლება ბევრმა არც კი იცოდეს 1959-50 წლებში ჯერ ჟურნალში ბეჭდებოდა და შემდეგ 54 წლის ბოლოს გამოვიდა პავლე ინგოროყას წიგნი გიორგი მერჩულე. ეს გიორგი მერჩულე წარმოიდგინეთ იმდენად დიდი ისტორიული ნაშრომია, რომ თითქმის ყველა სუფრაზე ერთ-ერთი პირველი სადაგრძელო ამ წიგნის აისმებოდა. იმიტომ რომ აქ იყო აღწერილი უაღრესად დეტალურად აფხაზეთის, დაუკლარჯეთის და ქვემო ქართლის ისტორიები, რომელიც დღესაც კი არის სამეცნიერო ჭიდილის არეალი. აი სწორედ მაშინ 55-ში მოხდა ის, რომ სწორედ კრემლის დავალებით აფხაზეთში სოხუმში ეს წიგნი დაიწვა. არც ერთი წიგნი არ გამოცემულა საქართველოში, რომელიც სადღეგრძელოთი იყო აღნიშნული სუფრებზე, თან ყველა სუფრაზე და არც წიგნი არ დაუწვავთ სოხუმში გარდა პავლე ინგოროყვასი. ეს დღემდე გრძელდება, სხვადასხვა ის წიგნი დღემდე მიჩუმათებულია. ამიტომ ჩვენ უნდა ვცეთ პატივი ბატონ გრიშა ონიანს არა მისი პოლიტიკური მოსაზრებების გამო, არამედ ის იქ მაშინ საქართველოს იცავდა, იმიტომ რომ ეს განცდა მაშინ ყველა ახალგაზრდას ჰქონდა, როგორც 9 აპრილს ჰქონდა. ასეთი იყო 9 მარტი და ამიტომ მე მინდა რომ გავუფანტო ახალგაზრდებს განსაკუთრებით ახლა უფროსებს ჩემი სწავლება არავის არ ჭირდება. აი ეს მოსაზრება რომ თითქოს ადამიანი იყოს ვიღაცის მხარე, საქართველოს მხარეს არის ბატონი გრიშა და მე მინდა რომ ჩემი პატივისცემა ამით გამოვხატო ბატონო გრიშა თქვენს მიმართ რა. რაც შეეხება ეკონომიკას ეკონომიკა საქართველოში 50-იან წლებში იყო ისეთი როგორც საბჭოთა კავშირის ყველა მაშინდელ რესპუბლიკაში. მაგალითად ჩვენთან მრავალწლიან კულტურებს ხეხილს ეკავა 300,000 ჰექტარი. ტექნიკურ კულტურებს 50,000 ჰექტარი და ხორბალი ინტესებოდა 280,000 ჰექტარზე. და ერთ-ერთი წელი იყო 59 იყო 50 კანდიდ ჩარკვიანმა მიმართა სტალინს რომ ჩვენო ქართლშიო ხორბალზე გაგვიჭირდაო, იმიტომ რომ გვალვიანი სეზონი ყოფილა და დამატებით თხოვა რომ 30,000 ტონა ხორბალი გამოეყო. სტალინი ახლა ყველა ციფროზე პირადად ფლობდა ყველა მიცის, მაგრამ ეს რა თქმა უნდა გამოუყო და მისცა, მაგრამ მან შემდეგ დაიბარა და დაავალა 280,000 ჰექტარიდან უნდა ავიდეთ 1,000,000 ჰექტარზე ხორბალი და ეს დავალება გასცა კიდეც. მოკლედ ქართველებმა მაშინ იცოდნენ მაინც მოტყუილება და რაღაცა მოატყუილეს და 1,000,000 ჰექტარზე პროგრამა წარადგინეს არა ხორბალზე, არამედ მარცვლეულზე და ხორბალი იყო მასში 280,000 ჰექტარი მარტო.
რატო შედარებისთვის თქვი დღეს რამდენია? დღეს 150,000 ჰექტარია თუ არ ვცდები. 50,000 ჰექტარია მაქსიმუმ. მართლა? 45-დან 50. კაცო, ვინ არის აღბლის ხველი კაცო რა? 280 და 50,000. 50,000-ია. ეს სასწაულს არ არის 50,000 ჰექტარზე. უმეტესობა არის აფურაჟი ხორბალი. კი, სხვაობა დიდი. აი ესეთი სხვაობა არის მაშინ. აი იმ პროცესში მონაწილეობას იღებდა ახალი უმაღლეს დამთავრებული პეტრე ნასკედაშვილი 52-ში დაამთავრა მან უმაღლესი და ამ პროგრამის განხორციელებაში ის ჩაერთო. საქართველოს უნდა მოიყვანა 600-700 ტონა ხორბალი, რომ თავისთავად დაეკმაყოფილებინა სრულად და ეს დაიწყო კიდეც 50-იან წლებში. პეტრე ნასკედაშვილი ჩვენ მე და ბატონმა გოჩამ ვთხოვეთ და უკვე ხნიერ ასაკში 10 წლის წინ, 14 წლის წინ დავაბრუნეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ჩავაბარეთ ჩვენ დაქვემდებარებული ორგანიზაცია და მან საოცარიდან მოასწრო საქართველოს 30 რაიონში, 4 ჰექტარზე, 10 ჰექტარზე, სად როგორ იყო კახეთში, ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთშიც იყო 1-2 ადგილი, დავიწყეთ ხორბლის ჯიშების შემოწმება. გამოცდა თუ რომელ რაიონს თანამედროვე ეპოქაში რომელი ხორბლის ჯიშები წაადგებოდა. ჩვენ გავსინჯეთ 200-ზე მეტი ჯიში, ამერიკული, ფრანგული, გერმანული, ავსტრიული, რუსული, ქართული და ეს 3 წელი გრძელდებოდა და ან 15 ახალგაზრდა გამოიზარდა გიორგი დოღუნიშვილი ხელმძღვანელობდა ამ ორგანიზაციას პეტრე ნასკედაშვილი ასწავლიდა ყოველ კვირა აღირიცხებოდა ამინდი რითი შეიწამლა რა მოხდა რამდენი მოსავალი მოვიდა და 3 წელი მინიმალური აუცილებლობაა რომ ჩვენ გავიგოთ რომელ რაიონში რომელი ჯიში უდგება რომ მოვიდეს 3 ტონა 4 ტონა კარგი ხარისხი წებოგვარა ყველაფერი აღირიცხებოდა უმაღლეს დონეზე ჩვენი წამოსვლის შემდეგ ეს ყველაფერი მოანგრიეს და მოშალეს საქართველოს რომ შევადაროთ დღეს აწარმოებს თავისი მოხმარების მხოლოდ 5% სასურსათო ხორბალს. სადღაც თუ რამე ხორბალია ის მეფრინველობის ფაბრიკებში გამოიყენება. სომხეთი აწარმოებს 50%-ს. სომხეთი პატარა ქვეყანაა ტერიტორიით. ქვაღორღიანი ქვეყანაა. მას სახელმწიფოთესი არც კი აქვს რომ 50%-ს აკმაყოფილებს. აზერბაიჯანი ნახევარი იქ ნახევარ უდაბნოები არის, წყალი ნაკლებია, აწარმოებს 90%-ს. ჩვენ 5%-ს ვაწარმოებთ, არადა წელს გახარებულები, მთელი მთავრობა იყო იმითი, რომ თურმე ჩვენ ვართ ხორბლის სამშობლო. ხორბლის სამშობლოცა ვართ. ღვინის და კიდევ თაფლის ბატონ მალხასთან ტელევიზიაში ყველაფერზე გადაღებულია დოკუმენტური ფილმი, ყველაფერი სამშობლო ჩვენ ვართ საბოლოო ჯამში. დედამიწის სამშობლო საქართველოა. კინა, თიხა, ვერცხლი, სპილენძი რა ვიცი თაფლი ყველი რა ვიცი მეტი რა მედიცინას მედიცინის აკვანი ვართ დედამიწის სამშობლო ბოლო-ბოლო საქართველოს გამოვა დამეჯერეთ ახლა ეს ჰიპოთეზაში ჩავთვალოთ მაგრამ ისი თქმა მინდა ჩვენ ოტი იოსელიანი ამბობდა და ხა პეტიორის სტატიკასი ყველა ქვეყანაში არის მაგრამ ეროვნული გამოთაყვანება რა დაგვემართავ ეგეთი არ მინახიაო რა ეკონომიკური აზროვნება საქართველოში არის გამოთაყვანების დონეზე დასული. ადამიანები, ეს ვინც არიან სპეციალისტები, კაცო, განსაკუთრებით ოპოზიციაში, არც მთავრობას აკლია იმ ასეთი აზროვნების ხალხი, თავისუფლება მიაჩნიათ ის, რაც რეალურად არის მონობა, კაცო. და არა მარტო ეკონომიკაში, აგერ გახსოვთ როგორი პროპაგანდა იყო იმისი რომ თურმე შეგიძლია რომ ეს პლანია თუ მარიხუანა მოციო თავისუფალი იყოს ადამიანი რაღაცა წამალი გაიკეთო სკოლაში ბავშვებს თუ უნდა ისწავლიან თუ უნდა არ ისწავლიან თუ უნდა სწავლენ თუ უნდა არ სწავლენ ეს თავისუფლება არ არის ეს არის ქვეყნის დაჩიავება და დაჩაჩანაგება კაცო რაც ხდება საქართველოში და სწორედ მობილიზაცია რასაც ქვია სამობილიზაციო ეკონომიკა ეს მარტო ხორბლის წარმოება არა არც მარტო ეკონომიკა არა მობილიზაცია გვჭირდება საქართველოს მithumetes ამ უმძიმეს ეპოქაში რომელიც დგება მსოფლიოში და დადგა უკვე იმისთვის რომ საბავშვო ბაღიდან, სკოლიდან, წარმოებიდან, მისი პროდუქციის რეალიზაციიდან ყველაფერი გადავიდეს სამობილიზაციო რელსებზე. სამობილიზაციო არ ნიშნავს სამხედრო მობილიზაციას. ამ შემთხვევაში იგულისხმება ჩვენი ენერგიების, შრომითი რესურსების, ფინანსური რესურსების, რომელიც არ იჯერს საქართველოში ამის გამოყენება სწორი გზით და ხორბალში რაც ჩვენ დავიწყეთ, ხომ? ოცნების შემდეგმა თაობამ ვინც მოვიდა სამინისტროში ministra da parlamentში ვინც იყვნენ და ყველა ეს ყველაფერი მოშალეს გაკეთებული იყო ჩვენ არ ვლაპარაკობთ მე და ბატონი გოჩა თეორიულად რომ ესე უნდა მოხდეს ის რაც გაკეთებული იყო ჩვენ იმას უყვებით რაშიც მონაწილეობა მიგვიღია და საქართველოს შეუძლია რომ 2/3 დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სასურსათო ხორბალზე ჩვენ შეგვიძლია ვაწარმოოთ 9 მილიონი ტონა მაგალითად და ამისთვის გადასადგმელი არის შემდეგი ნაბიჯები. სოფლის მეურნეობის მინისტრი ახლა საბჭოები შეიქმნა ყველა დარგის წარმომადგენლებს ხდება. ეს ძალიან კარგი ნაბიჯია, მაგრამ
10 ნაბიჯიდან ეს არის ნახევარი პატარა ნაბიჯი მარტო. ხო შეხვდები და მოусმენ კარგია. რას გააკეთებ ამაზეა საუბარი და თუ მაგ 1-2 წუთი ბატონო მოხავს ვიტყვი რა არის გასაკეთებელი ამ დარგში. პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე რომ ზოგადი საუბარი არ გამომივიდეს. პირველი 30 წელი 90-იანები, ნულოვანები და 10-იანები საქართველოში ფქვილი არ შემოდიოდა. გადაწყვიტა უცნებამ, არ ვიცი, ვინ თხოვა ახლა ხელისუფლებას, რომ ფქვილი შემოგვატანინეო, პურის ფას დავარეგულირებთო, ფქვილი შემოუშვეს. მილიარდი დოლარის ღირებულების წისქვილ კომბინატების ეს დარგი. პრაქტიკულად 2/3-ით და კიდევ უფრო მეტად დადაბლებულია მისი წარმოების მაჩვენებლები. საქართველოში გემებით ხორბალი აღარ შემოდის. პორტს მოაკლდა სამუშაო. რკინიგზა აღარ გადაზიდავს ხორბალს. ხორბალი თუ რაიმე შემოდის, რუსეთიდან შემოდის, კამაზებით შემოვაკვდა რა ხარისხისაა კიდე რაც იქ არ ჭირდება დარაბერში, იმას აგზავნიან საქართველოში. ფქვილის ხარისხი არ კონტროლდება. ძალიან დიდი მინერალებით ახსავს ფქვილი იყიდება საქართველოში რაც კი რამე შემოდის. ჩვენ ბიუჯეტში ვკარგავთ ბევრს, წისქვილ კომბინატებში იკარგებიან ძალიან ძლიერი სპეციალისტები, ლაბორატორიის თანამშრომლები, ინჟინრები, ყველანი ეს ვინც ყავდა ჩვენ და 30 წელი მუშაობდნენ, ამიტომ პირველი ნაბიჯი უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ. ამის გამკეთებლები არ არიან, მაგრამ მაინც მე გეგმას შემდეგნაირად ვაწვდი. პირველი აიკრძალოს ფქვილის შემოტანა საქართველოში. პირველი ნაბიჯი და აუცილებელი. ბაზრის დაცვის ღონისძიების გარეშე რაც არ უნდა გააკეთო, მაინც არაფერი არ გამოვა. შემდეგი ნაბიჯი რა არის? ერთი წელი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ წისქვილ კომბინატებმა დაიბრუნონ ძველი სიმძლავრეები, თუ კი მათ უჭირთ დიდი პარტიების შემოტანა, მთავრობა ფინანსურად უნდა მათ გვერდში დაუდგეს ნახევარი წელი, მაინც შემდეგ ეს პული ამოიღოს და არ დაკარგოს იქ ყველაფერში და წისქვილებმა უნდა გამართონ თავიანთი მუშაობა ქატოს წარმოებითაც. ფასი არ გაიზრდება, ფასი შეიძლება შემცირდეს, ხარისხი კონტროლს დაექვემდებარება. აღდგეს ის რაც ჩვენ დროს იყო პეტრე ნასხედაშვილის მიერ აღორძინებული ჯიშთა გამოცდა ისე როგორც იყო, დღეს ხდება ახლა სამეცნიერო კვლევითი ცენტრი საკეთებს სოფლის მეურნეობაში, მაგრამ ის მასშტაბები არ არის 1/15-იც არ არის, რასაც ჩვენ ვაკეთებდით 12 წლის წინ მაგალითად რა. იმიტომ რომ 30 ადგილას 15 ახალგაზრდა უკვე მაგრად იყო მომზადებული, ყველა დაიშალა, ყველა სადღაც წავიდა, ზოგი უცხოეთში, ზოგი მაშია. ამის ეს ახალგაზრდები თავიდან გამოსაზრდელი არის. პეტრე ნასხედაშვილიც გარდაიცვალა, ამის ამ საქმის სპეციალისტი. ჯიშთა გამოცდის აღდგენა და 5 წლის პროგრამის შემუშავება, რომ საქართველოს მიაღწიოს სასურსათო ხორბლის 9 მილიონი ტონის წარმოებას. რაც შეგვიძლია 1/3 ჩვენ არ არის აუცილებელი რომ სულ გადავფაროთ, 1/3 კი ბატონო შეიძლება რომ დაიშვას და იმპორტით შემოვიდეს. ეს არის პირველი დარგი. მე ახლა სოფლის მეურნეობის მინისტრს მიმართავ. მაქვს პატარა იმედი, იმიტომ რომ ახლა საბჭოებს არ ხვდებოდა წინა მინისტრები არავინ, ახლა საბჭოებს ქმნის ყველა დარგში ელაპარაკება. ეს ძალიან დადებითი პიროვნება, მე პირადად ვიცნობ მამამისსაც და მასაც ძალიან დადებითი. სონღულაშვილი. ბიძინა სონღულაშვილის შვილია, ძალიან ღირსეული და კარგი ოჯახის წარმომადგენელია და ძალიან მონდომებულია თან. სწორედ და საღათაზროვნებს. მე ბევრჯერ ვესაუბრე მას და მინდა რომ მოვიწვიო კიდევაც გადაცემაში, რომ ვისაუბროთ. იმიტომ რომ როცა ადამიანი ეკითხება რჩევებს ადამიანებს, ეს უკვე კარგია. ძალიან კარგია. აი ეგ არის მთავარი. ჩვენ რა გვინდა ეხა? მე არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ რამე თანამდებობაზე დავждე. თქვენ არ ვიცი რა მიზნები გამოძრავთ. გამოვიარეთ უკვე ეს დროს ხო, ნუ მით უმეტეს. ჩვენი მიზანი რა, რომ ამ ქვეყანას ეშველოს, სოფლის მეურნეობა დადგეს ფეხზე და ეს სტალინური მეთოდით იქნება თუ კაპიტალისტური მეთოდით თუ ჩონდუხვანის მეთოდით თუ იმისი რა ქვია თურქეთის მეთოდით თუ როგორი მეთოდით იქნება, მნიშვნელობა არ აქვს. როგორც თქვა თავის დროზე მაუძედონმა, ჩვენთვის თავარია რაფერია კატა მნიშვნელობა არ აქვს. თავარია ისეთი კატა იყოს, რომელიც თავს დაიჭერს, ხო? რა მნიშვნელობა აქვს, ეხლა წითელი კატა იქნება, შავი, თეთრი, ყვითელი თუ ლურჯი. თავარია თაგვი დაიჭიროს. ამიტომ ჩვენ ამ თავრობასაც ერთგვარ რჩევლებათა ვართ გამხდარი, რომ ჩვენი რჩევები გაითვალისწინოს. თუ რა თქმა უნდა ეს რჩევები ლოგიკურია. და ყველაზე კარგი მაგალითი ჩვენ გვაქვს სტალინის მოდელის. თვით ხელოვნური ინტელექტიც კი აღიარებს, ხელოვნური ინტელექტი მოგეხსენება რამხელა ინტელექტუალური ბაზა, რომ სოფლიოში არ არსებობს ესეთი მოდელი და ესე სწრაფად განვითარებადი მოდელი ეკონომიკის, როგორც შექმნა იოსებ ბესარიონიძე სტალინი. რატომაც მოიგო ომი? და რატომაც მოიგო შემდეგ ომი. რამოდენიმე დღის წინ იყო ერთი ადამიანი მოსული და რომ მითხრა, რომ აი მე არ გეთანხმებით, სახელმწიფოს არ უნდა ჩავრიოთ ეკონომიკაში და ასე შემდეგ და შემდეგ და მე კითხვა დაუსვი. კარგი მე ვთხარ დაუშვოთ ეგ ეგრეა. მოდით მე კითხვას დაგისვამთ.
თქვენ ახლა ამბობთ, თქვენ ხართ ეკონომისტი, იმ ადამიანს ვეუბნები. ნორმალური ინტელექტუალური ადამიანი, ძალიან ბევრ ეკონომიკურ სტრუქტურებში ნამუშევარი, ბევრი მოდის სხვათა შორის ესე სასაუბროდ, დასასაუბრებლად და ვკითხე რომ მეთქი სტალინი ეკონომისტი იყო მეთქი? არაო. მე ვთქვი, აბა ეკონომიკა როგორ დაალაგა მეთქი? თქვენ გონიათ რომ იმ ეკონომისტებს დაუჯერა, ვინც მის გარშემო იყო მეთქი, თუ თქვა რომ აი ესე უნდა გაკეთდეს და ესე გაკეთდა. ესეა თუ რამე მეშლება? მართალებს ანძებით. და აი ეს აზრი რომელიც ახლა მინდა რომ გაიზიარო სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და მინისტრმა ეს კაცო 30 წელი მუშაობდა ფქვილი ეს არის სამხედრო დანიშნულების პროდუქტი გარდა ყველაფერთან გარდა ყველაფრისა გარდა ამისა ჩვენ 300 მილიონ ლარს ყოველწლიურად ვრიცხავთ უცხოეთში ეხლა განსაკუთრებით რუსეთში რომ შემოვიდეს იქიდან ხორბალი და ფქვილი ადრე ვრიცხავდა უკრაინაშიც ყაზახეთშიც ევროპაშიც და ყველგან 300 მილიონს რატომ კარგავთ ადამიანებო თან ეხლა ფქვილი უფრო მეტი შემოდის ის დამატებული ღირებულება აქ რო იქნებოდა აბა დათვალეთ რამდენი იყო რამდენი შემოდიოდა წესქვილებიდან და რამდენი შემოდის ეხლა ამიტომ ჩვენ მობილიზაცია უნდა გავაკეთოთ დავიწყოთ საიდანღაც სოფლის მეურნეობაში ეს არის ხორბლის წარმოება. როდესაც სტალინის გეგმაზე ვლაპარაკობდი, რომ უნდა 780,000 ჰექტარამდე გაზრდილიყო მარტო ხორბალი საქართველოში, ეს ფართობი მოიძებნა, პროგრამაში გაიწერა და ამის აღსრულება დაიწყო. 770,000 ჰექტარი მარტო ხორბალზე იყო გამოყოფილი. 300,000 ჰექტარი მრავალწლიანი კულტურები იყო. ჩვენ ხო შეგვიძლია ამის გაკეთება რა? ეს ხო რამხელა ფულია ქვეყნისთვის, კაცო. ქართლში, კახეთში, სამცხე-ჯავახეთში მოსახლეობა გამაგრდება და შემოსავლიანი გახდება ხორბლით. ჩვენი ეს მარტო ისტორიული სიამაყე ხო არ არის, რომ ჩვენ ვართ ხორბლის სამშობლო რა? ფულში გამოიხატება ყველაფერი, ხო? აი გეკითხება დავითი. სად უნდა დათესოთ მიწები კერძო საკუთრებაშია, მესაკუთრეს როგორ უნდა დაავალოთ გინდა თუ არა ხორბალი დათესეო. ამის გზებიც დათესავს რაც აწყობს. ამის გზები არსებობს, მაგრამ ვიდრე სახელმწიფო გადავა იძულებით რეჟიმზე, ამისთვის თუ არ იყენებს ადამიანი მიწა აქვს, არ იყენებს, უნდა ჩამოართვეს მიწა დაამთავრო ამით ყველაფერი რა, აბა რას არ იყენებს. თქვენ ერთ-ერთ ადრეულ გადაცემაში მოყევით მოლდაველი მეგობარი იყო ჩამოსული და გაუცებული და რაღაცა ერთი ნაგლეჯი მიწის აუ მოლდავეთში კი არა, სოფლიო შეერაჯო. გეორგია ქვიათო და მიწა არ გახდა. მიწა არ მუშავდება. აი ეს არის ჩვენი ეროვნული გამოთაყვანება, ოტი იოსელიანი გამოვიდა ეკონომიკურ აზროვნებაში სრული გამოთაყვანებაა რა. ვეღარც ელაპარაკები ადამიანებს, კაცო. აი ახლა იმედი ნაპერწკალი არსებობს, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრი პირველი არის, ვინც ხდება ასე თითოეულ და არ ხდება, რომ რაღაცა გაიგოს და შემდეგ პროგრამა დაიწყოს. დარწმუნებული ვარ, სხვა მინისტრებიც მიბაძავენ. თუ მიბაძავენ, კარგი იქნება. ოღონდ შევა რა იქნება, როცა შეხვდებიან ამ ადამიანებს რომელიმე დარგში, ხომ? ეს უნდა იყოს უფრო ღია, რომ ხალხმაც დაინახოს, რაზე ისაუბრეთ. ძალიან საინტერესო გადაცემები იქნება. მარტო პატარა ინფორმაცია რომ ჩვენ შევხვდით და ზოგადად ვილაპარაკეთ, კარგია, მაგრამ ძალიან ცოტა ჩართეთ პირდაპირ ეთერებში, კაცო, სახელმწიფო არხებში და მოგვასვენეთ რაზე, რა თქვა მწარმოებელმა, ფერმერმა, რა უპასუხა სამინისტრომ, ეს იმდენად გაზრდის ნდობას სამინისტროს, მინისტრის და თავრობის მიმართ, რომელ წარმოგიდგენია და დასამალი მან რა არის, რომ რაზე უნდა ილაპარაკო, ხორბალი როგორ მოიყვანო, მეცხოველება როგორ განავითარო, რა არის კარგი, რა არის ცუდი. აყურებინეთ ადამიანებს და თქვენ წაგადგებათ, არა ამას ხوار გელაპარაკებით, როგორც ტრობაში გადასული ვიღაცა ოპოზიცია, რა გელაპარაკებით ქართული ადამიანი და ეს არენა ბატონმა მალხაზმა შექმნა ამ ადამიანებისთვის რომ თავისი აზრი გამოთქვა რომ საქართველოს გაძლიერდეს, თორე ჩვენ გარშემო ყველა ძლიერდება და ჩვენ სუსტდებით. ბავშვები გადიან, ბოლო 5 წელიწადში საქართველოსთან სკოლის მოსწავლე გასული არის, რომ გადასახდა შობელმა წაიყვანა 25,000 ბავშვია დასული სკოლებიდან. ბოლო 5 წელიწადში. კიდევ ერთი ხა მე მინდა უკვე ისევ ერთხელ პრემიერ-მინისტრს მიმართო. ბატონო ირაკლი გამორიცხული იყო რომ სდარი ინფორმაცია ვიღაცას გაებადა და ეთქვა სტალინისტვის. ან ნებისმიერ ქვეყანაში ვიღაცამ არასწორი ინფორმაცია უთხრას პირველ პირს ხელისუფლებისა და მან ეს გააცხადოს ისე რომ სამი სპეციალისტი არ არის არსებობა რომ გააცხადოს. ბატონმა ირაკლიმ ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა ბოლო წლებში შეიძლება ითქვას პირადი თავისი განათლებით და გამოცდილებით პრაქტიკულად დაამარცხა ევროპარლამენტი, ამერიკის წინა ადმინისტრაციის ძალები, დაამარცხა შიდა ძალები, რომლებიც ქვეყნის გადმოყენებას აპირებდნენ, ხომ? ეხლა ამას რომ ადამიანი შეძლებს ხოლმე დააფასო ეს საქმე, მაგრამ მას ხომ არ ევალება რომ ეკონომისტი იყოს, არა? ეკონომისტს რომ მკითხა და მკითხა მაჩვენეთ მონაცემები, როგორ გაიზარდა მაგალითად ხელფასები საქართველოში და მათ მოუტანეს 20 წლის მონაცემები და 25 წლის მონაცემები და აღმოჩნდა რომ ძალიან გაზრდილია. აი 8 ადამიანს ვკითხეთ ჩემ ნაცნობებს, ისე რომ აი სოციალური გამოკითხვასავით გავამივიდა. რატომ არ მეთქი ასეთი ზრდა, ვისაც ოსმენელი ქონდა
20 წლიდან 25 წლამდე ასე გაიზარდა ხელფასები. მიზეზი რა არის მეთქი? 5 ადამიანმა მიპასუხა 20 წელს პანდემია რომ დაიწყო, ის წელია და ჩვენ ყველანი სახში ვიწყედით, ხელფასები იმდენს ვიღა გასცემდა. ამიტომ აი ეს ინფორმაცია მარტო მე კი არ ვიცი, კაცო, ეკონომიკური განათლების ადამიანმა და გამოცდილმა ბევრმა იცის ბატონო ირაკლი, ვინც ამას თქვენ გეუბნებათ ეკონომიკის სამინისტროს, სტატისტიკატოს, თუ ვინ არის, ისინი გასაყრელიანია იქიდან, სამსახურებიდან. არავის არ აქვს უფლება რომ ქვეყნის პირველი პირი შეიყვანოს შეცდომაში და ეს მას ათქმევინოს, პლასმასის ბოთლების არ იყოს რა. ჩვენ ძლიერი საქართველოს გვჭირდება, ძლიერ საქართველოს გვჭირდება სწორი ინფორმაცია, არ გვჭირდება ხრუშჩოვის სტატისტიკა და ხრუშჩოვი იყო საქართველოს მთავარი მტერი, აი საქართველოს განადგურებას აპირებდა. ეს მაგალითი მოიყვანე კიდეც. ამიტომ ჩვენი თხოვნაა ინფორმაცია დაავალეთ რომ სწორი იყოს და გადაამოწმეთ. ვარ ჩვენ ხალხი ვინც ამის თქვა შეგვიძლია დაგვიყვოს ვიღაცა უცნობა კაცმა და კითხოს სასმიქრობ ამ მონაცემებზე წინასწარ გოჩას მე თქვენთან ბატონი ირაკლი გოგავა არის ბატონი სოსო მანჯავიძე ამდენი განათლებული ადამიანი მოდის ვიღაცამ დაგეგოს უცნობა და კითხოს სწორი პასუხი მივცემთ რომ არ შეიყვანოს პრემიერ-მინისტრის შეცდომაში ვიღაცამ იმიტომ რომ გამოაჩინოს რომ ვითომ კარგი ხდება ქვეყანაში კარგი როგორ ხდება აი ბატონო მახას თქვენ მაგალითად საჰაერო მიმოსვლაზე მაგალითად მოვყავთ ხშირად რა მე თქვენი გადაცემას უყურე გუშინ წინ იყო ერთ-ერთი სადაც ბრძანეთ რომ აი თვითმფრინავები აზერბაიჯანს როგორ ყავს და ავიამიმოსვლა ავიაპარკის შექმნა აღმოჩნდა რომ 10 ჯერ მეტი თვითმფრინავი ყავს აზერბაიჯანს არა და ტურისტები იქ ჩადიან 2.5 მილიონი ჩვენთან 5 მილიონი ესე იგი ბაზარი ჩვენთვის არსებობს ხომ და ეს რომ სახელმწიფომ დააფინანსოს ბაზარი თუ არ არსებობს როგორ დაფრინავს ლუთქანზა Turkish Airlines და ესენი ყველა ჩვენ ბაზარიც კი არსებობს და ამასაც კი არ ვიყენებთ ხო კიდევ რა არის მთავარი აი რატომ მოვიყვანე ხორბლის მაგალითი არ უნდა დაიწყოთ სახელმწიფომ დაფინანსება იმ დარგებისა, რომელსაც ბაზრის მოპოვება თავიდან ჭირდება. ხორბალს ბაზარი გააჩნია შიგნით საქართველოში. 2-3 წლის დავაკმაყოფილებ. ამიტომ უნდა ფინანსები დაიხარჯოს ამ დარგებზე. პირველი ეს არის ხორბალი რომ ბაზარის ძებნა არ დაგჭირდება, პირდაპირ იყიდება ფქვილი, გადაკეთება და ყველაფერი თვითონ ამუშავდება მშვენივრად. ამას ინვესტიციაც კი არ ჭირდება, გადაკეთება მარტო ფქვილი. ყველაფერი იქნება კარგფაში, ხარისხიანი და სახელმწიფოს დაფინანსების გარეშე. ერთი გადაწყვეტილებაა სწორი. შემდეგ თანმიმდევრული. ხა ბატონო გოჩა გუშინ ისაუბრა თქვენ ტელევიზიაში მეცხოველეობაზე მაგალითად. ხო ამაზე გოჩა იყოს უკვე რა არის გასაკეთებელი. აი ესე ნაბიჯი უნდა ჩვენ დავიწყოთ იმ პროდუქტებზე ზრუნვა, რომელსაც ბაზარი გააჩნია. და შემდეგ უკვე მოცვით მიყვება მას და სხვა დანარჩენიც, სადაც ბაზრების საომარია. რაც გაგვაჩნია, იქ დავიწყოთ მობილიზაცია რესურსების, ფინანსური რესურსების და შრომითი რესურსების და კითხვაზე მეუპასუხებ რა, თვითონ ის ხალხი, როცა ბაზარი გამოჩნდება და თვითონ გაიგებენ ხორბალს შემოსავალი მოაქვს, თვითონ აწარმოებენ თავიანთ მიწისაკვეთებზე ამ ხორბალს ბატონო, არ არის ეგ პრობლემა რა. აი ეს არის რაც შემიძლია რომ მოკლედ მეთქვა ერთ-ერთ დარგზე არაჩვეულებრივია. ძალიან დიდი მადლობა. ბატონო მალხას ნახეთ ამ ადამიანის ფენომენი როგორია მე არ მინდა რომ განვაცხადო მიყვარს თუ მძულს ამას დავანებოთ თავი მე მინდა შეფასება გავაკეთო როგორც ისტორიული ფიგურის რომლის მასშტაბები შეუდარებელიც კი არის რა ადამიანი გარდაცვლილია უკვე მე რამდენი 10 წლეული ვერც დასავლეთის სამყარო და ვერც რუსეთის ხელისუფლება ვერ ბედავს მისი სახელის ხსენებას კაცო ესე იგი წარმოგიდგენია ესე იგი მის მიმართ იმ ადამიანებს შური, შიში, ვერ შედარება, ყველაფერი მათზე მოქმედებს, ვერც კი ეძლებიან. ბერლინთან იდგა 3 წელიწადში და 10 თვეში და დაამარცხა ამხელა ფაშიზმი. 4 წელზე მეტი გავიდა. სოფელს ვერ იღებენ რუსები უკრაინაში და ქალაქს ვერ იღებენ. ხო და იმას გეუბნები. ზულთ ეს ადამიანი. სოფლიო მასშტაბით ზულთ, იმიტომ რომ ვერ ეძლებიან მის ძალას, მის სიკეთეზე არა მაგ ლაპარაკი და ბოროტებაზე, კაცო, არა ვატაღლა ჩვენ შემფასებლების სხვა ადამიანებისა რა. ლაპარაკობთ პოლიტიკურ მოვლენაზე რა. და ასეთ შემთხვევაში რუსეთშიც კი მადლიერი ხალხი ბევრია, ყვავილები მიაქვთ ყველაფერი, მაგრამ ხელისუფლება ზულს და ეს სიზულვილი ჩათვალეთ რომ საქართველოსაც გადმოდის რა. კიდევ სხვა რამის გამო ზულთ ვარ ჩვენ სოფლიოში, მაგრამ დავანებოთ ახლა მაგას თავი. ისე თქვა მინდა, ბატონო მალხას. ჩვენ აი ახლა დღევანდელ საუბარში გავიგე რა, როგორია თურმე ხიდები თაობებს შორის რა. მე მოვყევი, რომ პეტრე ნასხიდაშვილი გარდაცვალებამდე 2 წელიწადნახევარი აი როგორ თხოვნით მოვიდა, უკვე კაც ძალ არ ქონდა, სისტემა აგვიწყო საცდელი მეურნეობები და თურმე კაცო, ბატონი გრიგოლი სასწრაფო მეურნეობაში მისი მოსწავლე ყოფილა, წარმოგიდგენია?
ის კაცი 94 წელს გარდაიცვალა. 2014 წელს გარდაიცვალა, ვიყავით ახლა მე და გოჩაც ვიყავით გასვენებაში და ოჯახი და პატივისცემა და დიდი ხოც ახლა უფროს კაცთან როგორი პატივისცემა შეიძლება იყოს რა. და თურმე ბატონ გრიგოლს მასთან დაუწყია ამ ყველაფრის გაცნობა როგორ უნდა ყოფილიყო. საცდელი მეურნეობა, სადაც ყველაფერი უნდა იცლებოდეს. და ჩვენ ამაში ფულს კი არ ვხარჯავდით, ჩვენ ამისთვის ფული არც გამოუყია ბიუჯეტ ჩვენთვის. აი გეუბნებით ენთუზიაზმის, როცა ვიყავით სამინისტროში რა. ენთუზიაზმით იყო გოჩა სტრატეგიას როწერდა და ენთუზიაზმით კეთდებოდა ყველაფერი. არც კი არ მოგვითხოვია ბიუჯეტი. რა ხდება ბატონო ახლა ვიტყვი ძალიან შემაჯამებლად გადაცემის ბოლოს ხომ აქეთი 2 წუთი რომ თქვა პრობლემები რა რა თქმა უნდა. ჩვენთან 9 წუთი დაგვრჩა და ყველამ უნდა მოასწრო. აი 2 წუთში 3 წუთში ჩავეტევე მაშინ რა. პრობლემა დარგების ტერიტორიული პრობლემა თქვენ ბრძანეთ. გარდა ამის არსებობს სისტემური პრობლემები. გოჩამ ბრძანა. მიწას პატრონი არ ყავს, გოჩამ თქვა. კანონი არ არის, კოდექსი არ არსებობს. ასეთი ქვეყანა დედამიწაზე არ არის. მიწას კანონი არ გააჩნია, კაცო. აბა. ერთი პრობლემა. მეორე მიწას რო არ გააჩნია კანონი, არც პატრონი არ გააჩნია, ხელში ჩაიგდო ამ სამხედრო დივერსიულმა სამინისტრომ, ეკონომიკის სამინისტრომ და მიწას ეყრობა როგორც ჯარც. ის ხიდის უცხოელებზე მოდი არ ვილაპარაკოთ რა. გინდა ქართველებზე გაყიდული მიწა ვთქვათ რა. არ შეიძლებოდა კოლმეურნეობიდან 1 ჰექტარის კი არა კვადრატულ მეტრს ვერ აიღებდი, სხვა რამეში გამოგეყენებინა. ეს იგივე ჩარხია. როგორც ეკონომიკის სამინისტრომ გაყიდა ქარხნები და ჩარხები და აგურები და ვეღარ ვაწარმოებს. სასოფლო სამეურნეო მიწის გაყიდვა ნიშნავს, რომ შენ ჩარხს ხიდი, წარმოების საშუალებას ხიდი თუნდაც ქართველზე. ქართველმა როცა სასახლეებს ეთესია და გადაუყვანდა სასახლეს აიშენებს იქ არ შეიძლება კაცო შემოსავლის წყაროა ეს მიწა არის ჩვენი ადამიანების შემოსავლის წყარო არა აქვს უფლება არც ქართველს არც სიმსოფლის მაცხოვრებელს ის მიწა თავის საკუთრებაში გადაიყვანოს იქ სახლი ააშენოს და იცხოვროს ბედნიერად ეს არის უბედურება ქვეყნისთვის კაცო კერძო ადამიანების ბედნიერება ამიტომ ეს არის პირველი პრობლემა მეორე პასუხისმგებლობა სოფელზე არავის არ აკისრია მიწა ვთქვი პასუხისმგებლობა 4 სამინისტროშია გაბნეული საკითხები სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობა სახელწოდებაში აქვს მარტო სოფელზე პასუხისმგებელი არ არის არა ეს ახალი სამინისტრო რო შეიქმნა გოჩა აკრიტიკებს ხშირად რა ქვია არც კი ვიცი კაცო რეგიონოს იმას რა ევალება თვითონაც არისიან არც იმას არ აქვს სოფლის მიმართ პასუხისმგებლობა არც რაიონის გამგეობას გააჩინა პასუხისმგებლობა არც ინფრასტრუქტურას არ გააჩინა ხიდი შეიძლება ააშენოს მაგრამ სოფელი რო კვდება და რო არ უნდა მოკვდეს ამაზე პასუხისმგებელი საქართველოში არავინ არ არის ამისთვის გასაკეთებელი რა არის ნაბიჯი პირველი სოფელს დაუბრუნდეს სტატუსი დღეს მას გააჩნია მარტო ფირნიში რო ეს სახელწოდება არსებობს სტატუსი ნიშნავს იურიდიულ უფლებას მას გაუჩნდეს თავისი ქონება არის მიწა სახნავსათესი და ასევე საზოვრები და ასევე ტყე რომელიც მის სარგებლობაში გადავა სოფელმა რო სულ არ მოინდომოს მაგალითად არ უნდა მუშაობა და შრომა და ყველას უნდა იწვეს სახში ხო ეს მიწა უნდა გააქირაოს ვიღაც ფერმერზე გინდა უცხოელი იყოს ბატონო და გინდა ქართველი იყოს გააქირაოს და ქირა მაინც შემოუვიდეს იმ სოფელში კაცო როგორ შეიძლება რომ სოფელი შემოსავლის წყარო არ გააჩნია სოფელი კვდება საქართველოში სოფელის სიკვდილი ნიშნავს საქართველოს დამთავრდება რამოდენიმე ათწლეულში და ამას ყველაფერს კიდევ ემატება ის რომ ამ ყველაფერისთვის სოფელები შენდება ამ ტერიტორიებზე პასუხისმგებლობა უნდა გამოსწორდეს საქართველოში სოფელს აღუდგეს სტატუსი, გადაეცეს ქონება და ცენტრალური ხელისუფლების რგოლები მას დაეხმარონ მიმართულებებით, ეკოლოგიის მიმართულებით, მაგალითად, იქ ნიადაგების მოვლის კუთხით და ყველაფერს კუთხით და ასე შემდეგ. გარდა ამისა, ჩვენთან არის ასეთი მომენტი, რომ ამბობენ, რომ მაღალი ხელფასებიაო. მაღალი ხელფასი შეიძლება ქონდეს 20% საქართველოში. 80% ხელფასები ძალიან დაბალი აქვს. 1000 ლარზე ნაკლებია ადამიანებს. ისინი ადამიანები არ არიან. პენსიონერები 800 კაცი გვყავს. გასულ. იმათ შემოსავალია. მე 400 ლარი უნდა ვქონდე. სირცხვილია, კაც 400 ლარი ფული აღარ არის. არაფერი აღარ არის საერთოდ რა. სტალინის დროს რა ხდებოდა მაგალითს მოიყვან. აი პრემიერების საკითხი რა იყო და არტელები რომ ბრძანა ბატონმა მალხაზმა. კაცო, ადამიანს პირველ რიგში ეძლეოდა პრემია. ის ხელმძღვანელი პრემიას ვერ მიიღებდა. მე ხრუშჩოვმა გამოატრიალა ყველაფერი, დირექტორი იღებდა პრემიას და მე პატარ-პატარა ნაწილებს ურიგებდა ვინც გამომგონებელი იყვან, ვინც კარგად მუშაობდა. პრემია რაში გამოიხატებოდა? მაგალითად, ვაწარმოებ უთოს 5 კილოგრამია. თუ მუშა ან ინჟინერი შემოიტანდა წინადადებას რომ ხარისხი იგივეა მეტია და 5 კილოგრამი კი აღარა 4 კილოგრამია 500 მანეთი პრემია იყო უთოს გამოშვებიდან ბატონო წახალისება საქართველოში არ არსებობს ხელფასები ძალიან დაბალია და ჩვენ უახლოვდებით მონათფლობელურ წყობას როცა შრომელ ადამიანებს
მომსახურებების სფეროში, მიწაზე, ქარხნებში, საქართველოში უფლება არაფრის არ გააჩნიათ, ხელფასები არ გააჩნიათ. ჩვენ გადავდივართ გაუგებარ წყობილებაში, აღარც კაპიტალიზმია, აღარც მონათმფლობელობა, აღარც ფეოდალიზმია, სრული ქაოსია ეკონომიკაში რა. ამიტომ ამას ყველაფერს მოსასრიგება ჭირდება.